მოკლედ დავიწყოთ ჯოხების შედარება. მოკლედ ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ რა აღჭურვილობა მიგვაქვს მესტია ულტრასთვის. ცალკე მე 100 კილომეტრზე გავდივარ და ასევე ცალკე ქეთის აღჭურვილობა 42 კილომეტრიანი გარბენის. დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტიკით, რაც არის ალბათ ფეხსაცმელი. მოკლედ ფეხსაცმელში მქონდა ერთი შეხედვით დიდი არჩევანი მქონდა, მაგრამ რეალურად ყველაზე მეტი ამ კომპონენტზე ვიფიქრე, რა გავამეყენებინა ზუსტად. შარშან ვიბინე ამ ფეხსაცმლით, ამ კონკრეტულ ფეხსაცმლით არა, მაგრამ ამ მოდელით. ეს არის Hoka-ს Mafate Speed 4 მოდელი, რომელიც ძალიან პოპულარული არის მორბენლებში. მაგრამ პრობლემა ის შემექმნა, რომ საკმაოდ ცხელი ფეხსაცმელია ზაფხულისთვის, წინდაც არასწორი მიცვა და ძალიან ჩამეხარშა ამ ზაფხულის სიცხეში ფეხი და კანი ამძრო ქუსლზე, საკმაოდ ცუდად. მერე ქეთი აქ გამოაჩენს იმ სურათს, როგორი ფეხებით დავამთავრე საბოლოოდ ეს გარბენი. და ამიტომ მთავარი ფეხსაცმელი ეს არ იქნება ამ გარბენის. დამრჩა სხვა ვარიანტები. აქამდე მქონდა უკვე შეძენილი ეს Hoka-ს კიდე ერთი ვარიანტი. განსხვავებით Mafate-სგან, ეს მოდელი Tecton X3 არის კარბონიანი. შიგნით აქვს ფირფიტა, რომელიც სწორ ზედაპირზე საკმაოდ კარგ ბიზგს გაძლევს და ოდნავ გასწრაფებს. მაგრამ რადგან შედარებით უხეში ამ ფირფიტის გამო, მაგიტომ კოჭებს და ფეხს საკმაოდ ღლის. და ასევე იმ რელიეფის გათვალისწინებით, რაც მესტიაში იქნება, ამ ძალიან დიდი აღმართი და დაღმართით იწყება პირველი მონაკვეთი. ამიტომ ეს კარბონის დეტალი, რადგან ცოტა ხისტი არის და მარტივად არ იდრგება. ამის გამო აღმართზე და დაღმართზე საკმაოდ რთული სახმარი არის და არაკომფორტული. ამიტომ ესეც გამოვრიცხე მესტიის ფეხსაცმელების კანდიდატებისგან. თუმცა სწორი გარბენი თუ იქნება, ამისთვის აუცილებლად გამოვიყენებ, მაგრამ მესტიისთვის ეს ფეხსაცმელი ჩემთვის კომფორტული არ იქნება. ნუ პლუს ერთი ის აქვს, რა თქმა უნდა, ესეთი საყელო აქვს, სადაც არ ჩაგივა სხვა კენჭები და ნაშალი ქვები, რაც ძალიან ბევრი არის მესტიის მარშრუტზე. ეს პრობლემა Mafate-ს ჰქონდა, ძალიან ბევრი მეყრებოდა და ერთი-ორჯერ მომიწია, რომ გავჩერებული ყავით უბრალოდ მაგისთვის, რომ გადომეყარა კენჭები უკან. ხო, ყველაფერი მომწონს ამ ფეხსაცმელში, გარდა იმისა, რომ კარბონი აქვს შიგნით და ხისტი არის საკმაოდ. დანარჩენი ეს კარბონი ვარ ქონდეს, ალბათ ამით ვირბენდი. ნუ ცოტა ცხელი არის ესეც ზაფხულისთვის, მაგრამ ეგ დეტალი ახლა აღარ მადარდეს, რადგან გადავიფიქრე უკვე. ამის შემდეგ კიდევ ვფიქრობდი, რა ფეხსაცმელი იქნებოდა ყველაზე შესაბამისი მესტიისთვის და შევიძინე ესეთი Onis Cloud Ultra Pro მოდელები, რომელიც ეხლა ალბათ ჩემი საყვარელი ფეხსაცმელი გახდა. იმდენად სასიამოვნო სარბენია ამეებში. ანუ ესეთი გზნობა მაქვს, თითქოს ტრასის ფეხსაცმელი გადმოაკეთეს და უბრალოდ ეს შიპები დაამატეს. შიპები, რომელიც საკმაოდ პატარა არის და ტექნიკური რელიეფისთვის დიდად არ გამოდგება. მაგრამ იმდენად სასიამოვნო სარბენი არის, რომ ბუნებრივად ამაზე მიდის ხოლმე ხელი, თუ მინდა უბრალოდ ნებისმიერ დისტანციის გარბენზე წავიდე. ტექნიკურ დაღმართებზე ეს ფეხსაცმელი გამოვცადე ვარჯიშის პროცესში და არასანდო არის საკმაოდ და ერთი-ორჯერ უკვე გადამებრუნდა ამაში ფეხი. ამიტომ მესტიაში ამასაც ვერ ვენდობი იმ აღმართ-დაღმართზე, რითიც იწყება. და საბოლოოდ შევაჩერე ჩემი არჩევანი La Sportiva-ზე, რომ ეს კონკრეტულად არის Prodigio Pro მოდელი და ამათთან შედარებით ნაკლები სიმაღლე აქვს foams, რასაც ძახიან midsoles. აქვს ასევე Tecton-ის ნაირად ესეთი საყელო, რომელიც ძალიან კომფორტულია, კენჭები შიგნით არ იყრება და საკმაოდ მსუბუქი არის. მე მგონი ყველაზე მსუბუქი ფეხსაცმელია ამ 4-ელში. იმის გამო, რომ შედარებით დაბალი არის სიმაღლეში, შედარებით უხეში არის და ალბათ მთელი 100 კილომეტრის განმავლობაში საკმაოდ დამიღლის ფეხს, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ესეც რაღაც გავაკეთო. პირველ სექტორში, რომელიც იქნება სადაც 45 კილომეტრი, 45 კილომეტრის მერე იქნება პირველი საშუალება, რომ რაღაცეები ჩანთიდან ამოვიღო, დროპბეგიდან, სადგურიდან და შევცვალ მაგალითად ფეხსაცმელი. გადავწყვიტე, რომ პირველი სექტორი მეცნობა ეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი და ტექნიკური აღმართები და დაღმართები არის. ყველაზე კომფორტულად ამაში ვგზნობ თავს ესეთ
რელიეფზე. შემდეგ 45 კილომეტრის მერე უკვე ეს ტექტონს სახში უტოვებ. ეს ორი ფერაცმელი მედება ჩემს ჩანთაში. იმის მიხედვით თუ როგორი ტემპერატურა იქნება, როგორი გვიგზნობ თავს, გადავწყვეტ, რომ თუ ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში ვარ და მინდა სწრაფად წავიდე, ალბათ ღონებს შავიცვამ. თუ ვფიქრობ, რომ უფრო შეიძლება წვიმა იყოს რაღაც მეტი მოჭიდება მჭირდებოდეს, ალბათ ჰოკას მაფატე 4-ს გამოვიცვლი. თუმცა შესაძლებელია მთლიანი 100 კილომეტრი ლასპორტივაში ვირბინო, უბრალოდ მე მგონია, რომ სავარაუდოდ მომინდება ფერაცმელი გამოვიცვალო. ეს არის ფერაცმელის ნაწილი. ფერაცმელის გამოცვლის ნაწილი სავარაუდოა, მაგრამ სავარაუდო არ იქნება წინდის გამოცვლის ნაწილი. რამდენიმე კარგი წინდა შევარჩიე ამ პერიოდში North Face-ის და Darn Tough-ის ეგეთი ბრენდები არის. ყველაზე მეტად ეგენი მომეწონა. თხელი არის, საკმაოდ კარგად სუნთქავს, შარშანდილთან შედარებით ბევრად თხელია და ეგ სიცხეში წამამადგება, მაგრამ აუცილებლად გამოვიცვლი წინდებს ორჯერ მაინც. მაგალითად, ერთ-ერთი ესეთი წინდა ეს არის, არაფრით გამორჩეული არ ჩანს, თუმცა საკმაოდ კომფორტული არის, ეს არის North Face. კაი, ეხლა გადავიდეთ ჯოხების თემაზე. ჯოხებში მაქვს ორი ვარიანტი. ვარიანტი ნომერი 1 არის Black Diamond-ის Distance ჯოხები, რომელიც ესე იშლება. არის ძალიან მსუბუქი და ესეთი სახელურია. მეორე ვარიანტი 2 არის ლეკის ფირმის, ესეთი წითელ ფერში არის. და აი ესე იშლება, ესეც. ამას სხვანაირი სისტემა აქვს. ასეთი ხელთათმანი მოყვება, ამ ხელთათმანს ესეთი მარყუჟი აქვს, რომელსაც ჩამოვაცვამ ამ დეტალზე და ეკეთება ეს ხელთათმანი და აღარ გიწევს წვალება იმაზე, რომ კარგად გაუყარო ამ მარყუჟში ხელი და სწორად დაიჭირო. შეგიძლია ტვინი გამორთო და უბრალოდ დააჭირო, ამოიღო ეს ხელთათმანი, ჩასვა უკან ამოიღო ჩასვა, როცა მოგინდება. შარშან ამით ვირბინე მესტიაში, მაგრამ დიდად არ მომეწონა. პირველი ის, რომ ძალიან ცხელოდა და ეს ხელთათმანი ძალიან მაწუხებდა, ხელი ძალიან გამიოფლიანდა და მეორე ის, რომ ამ Black Diamond-თან შედარებით ეს ლეკი არის საერთოდ მძიმე, ხელში რო გიჭირავს. და მე პირადად ეს მარყუჟი არ მაწუხებს საერთოდ, ძალიან კომფორტულია ჩემთვის. დაცდილი მაქვს ეს Black Diamond-ი, ძალიან სანდო არის. მყინვარწვერზეც ამით ვიყავით ასული, ბევრი რამე გამოუულია, ამიტომ წელს ამას ვიხვალ. კიდევ ერთი საკითხია, თუ როგორ უნდა გაიკეთო ეს ჯოხები, როცა აღარ გჭირდება და ჩადება მოგინდება. ვარიანტი, რაც შარშან გამოვიყენე, იყო ესეთი კაპარჭი, რომელსაც ამაგრებ ჩანთაზე და პირდაპირ ესე იდებ ჯოხს და ეს ჩანთაზე უკან ამაგრია. თუმცა დამატებითი წონა არის და საკმაოდ არაკომფორტული არის ჩემთვის, როგორც შემომჩნია, იმიტომ რომ ხარზე რაღაც უცნაურად მაწვება და მაწუხებს. თან ესე გადმოღება და ჩადება მოუხერხებელი არის. ამიტომ წელს უბრალოდ რომ დავკეცავ ამ ჯოხებს, ეს რამე გავდაწყვიტე, რომ ასეთ კამარს გამოვიყენებ, ავდგები და ამ კამარში გავიკეთებ ამ ჯოხებს. ყველა ესეთ კამარს მოყვება ორი ესეთი მარყუჟი. გავუყრი. გამოვუყრი. და ეგ არის. ძალიან კომფორტული არის და ბევრად მოსახერხებელია, ვიდრე ესე ხარზე გაკეთებული კაპარჭის ფორმა. გადავიდეთ ახლა ზოგადად აღჭურვილობაზე, განტანსაცმელზე. ნუ შორტით თავს არ შეგაწენ, ჩვეულებრივი შორტი მეცნობა. ეხლაც მაცვია, არაფერი განსაკუთრებული. ზედა მეცნობა Georunners-ის სხვადასხვა ზედები იქნება, ალბათ გამოვიცვლი, როცა ამის საშუალება მექნება. ესეთი შვენიერი ზედებია საქართველოს დროშით და რუკით. ახლა განახებთ იმ აღჭურვილობას, რომელიც მოთხოვნებში არის მესტია ულტრაზე, მაგრამ იმედია არ დამჭირდება დიდად. ერთ-ერთი ესეთი არის თერმო. დავიწყე გატესტვა ასეთი უცნაური ნორვეგიული თერმოსი, რომელიც სტანდარტული თერმო არ არის. აქვს ესეთი ნასვრეტები და არის თითქმის გამჭვირვალე. მაგრამ ზედას თუ სწორ შეურჩევ ზემოდან,
ძალიან თბილი ხდება, ბევრად უფრო თბილი, ვიდრე ჩვეულებრივი თერმო არის. და საკმაოდ კარგად სუნთქავს და ოფსაც არ იტოვებს სითხეს. ძალიან საინტერესოა ამას გამოსდის სავარაუდოდ. თუმცა თვითონ ჩანთაში ეს არ მედება, იმიტომ რომ საკმაოდ მოცულობით დიდი არის, კარგად დააკომპრესო მაინც. ამიტომ ჩანთაში მედება ძალიან თხელი თერმო, რომელიც ალბათ 15 წლის წინ ვიყიდე eBay-ზე $5, მაგრამ კიდე მომყვება ახლა. ხო, ეს უბრალოდ მედება ჩანთაში, რო შემოწმო თერმო მაქვს თუ არა, თუმცა დაღამების წინ კონკრეტულად ალბათ ამას გადავიცვამ, ამას დავტოვებ და ამით ვიქნები. უფრო სანდო არის ეს თერმო. რაც შეეხება ახლა სხვა მნიშვნელოვან ნივთებს, რომელიც საჭიროა რომ გქონდეს, არის ესეთი საწვიმარი. ვეცადე მენახა ყველაზე თხელი საწვიმარი და ყველაზე მსუბუქი. მოთხოვნებში არის რომ წყალგამომტარი უნდა იყოს, გორტექსის ტიპის. ვეცადე რომ ყველაზე თხელი და მსუბუქი მენახა, რადგან ესეც მთელი რბოლის განმავლობაში ჩანთაში უნდა გედოს. სადღაც 150 გრამამდეა, ძალიან მსუბუქია და კარგად იკუჭება. ეს მეცვა შარშან მესტია ულტრაზე, როცა ამინდი გავხსნა და ძალიან დიდი სანდოობით გამოირჩევა ჩემთვის, ყველაფერს გაუძლო და ძალიან კომფორტულია. ეხლა რაც შეეხება თერმოშარვალს არა ბოდიშით, ეხლა რაც შეეხება საწვიმარ შარვალს. ეს შარვალი ახალია, შარშან სხვა მქონდა. ეხლაც აქცენტი იმას გავყიდეთ, რომ რაც შეიძლება მსუბუქი და თხელი ყოფილიყო. ვიყიდე თბილისის North Face-ში და დავტესტეთ ეს ლაგოდეხში ქეთისეცვა და ძალიან კომფორტული იყო მისთვის, როგორც თვითონაც დამეთანხმება. იმედი ამის გამოყენება არ მომიწევს, შარშან არ მომიწია შარვლის გამოყენება, ეგეთი სიცივეც არ იყო, მაგრამ ესეც უნდა გედოს ყოველთვის და ესეც კარგად იკუჭება გემრიელად და ძალიან მსუბუქია. მოთხოვნებში ასევე ხელთათმანია, თბილი ხელთათმანი, რომელიც მაქვს, მაგრამ ხა არ გაჩვენებთ, არაფრით გამორჩეული ხელთათმანი არ არის, ჩვეულებრივი თბილი შავი ხელთათმანია. ასევე მოთხოვნებში არის ორი თავფანარი, ან ერთი თავფანარი გამოსაცვლელი ელემენტით. ესეთი ორი მექნება, ეს არის Phoenix-ის, რომელიც შარშან მქონდა მესტია ულტრაზე მთელი რამის განმავლობაში და ჩვეულებრივად გამოტანინა, ძალიან კაი განათება აქვს და ძლებს თავისუფლად. შედარებით მძიმე არის. და დიდ კომფორტული არ არის, მაგრამ ძალიან მუშა და გამძლე არის და ვენდობი ამას. ეს თხელი ვარიანტია Nightcore-ის, ვერც ხსნობ ისე გიკეთია თავზე, განათებაც ნორმალური აქვს, მაგრამ ხო, ეს მაინც ალტერნატივად მაქვს თუ რა მოვიდა Phoenix, მაგრამ Phoenix-ით ვირბენ დიდი ალბათობით. კიდე არის პატარ-პატარა წვიმანები დამატებით მოთხოვნებში, როგორც არის თერმული საბანი, ერთჯერადი მოხმარების ჭიქები, არა, ერთჯერადი მოხმარების ჭიქა. კიდე არის პატარა წვიმანები მოთხოვნებში, როგორც არის თერმული საბანი, ხელზე ფული, პირველადი მოხმარების საგნები, ნივთები, წამლები და ასე შემდეგ, თუმცა მაგას არ გაჩვენებთ, მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ გაჩვენებთ იმას, რომ ამ ყველაფერს, რაზეც ვილაპარაკეთ, ჩავდებ, რა თქმა უნდა, ჩანთაში. შარშან მქონდა ესეთი სალომონის 12 ლიტრიანი ჩანთა, რომელიც არის უკვე გაუბედურებული და ბევრჯერ გადაკერებული და არის ასევე ძალიან ცხელი და მძიმე, იმიტომ რომ ამ ჩანთას ცალკე დანიშნულება აქვს, რომ აქ ჩაიდოს 2 litrიანი Camelback-ი ბლედერი ერთის ასე ვთქვათ. და ზურგზე არის ძალიან ცხელი ეს ზაფხულში. ზამთარში კომფორტული არის. კომფორტული ასევე ველოსიპედის გასვლებისთვისაც. თუმცა ხო მძიმე არის, არაფერში ამჭირდება ამ ხდენი 12 ლიტრის დარება. ყველაფერზე ვეცადე რომ ყოფილიყო მინიმალისტური და ულტრალაითი. ამიტომ ამას აღარ გამოვიყენებ ამ გარბენზე. ამიტომ ეხლა მესტია ულტრაზე გამოვიყენებ ისევ სალომონის, მაგრამ ბევრად უფრო თხელ 10 litrიან ვარიანტს. თვითონ აგებულებითაც ბევრად მარტივი არის. ერთი სათავსო აქვს ზურგზე, იმას ელვაც აქვს სათავსოც აქვს ორი ცალ-ცალკე, ერთი სათავსო აქვს, ერთი პატარა სათავსო აქვს. ბევრი არაფერი, აქვს ყველაფერი ელვების გარეშე თითქმის და წყლების ჩასატები. ეხლა განახებთ ამ ყველაფრის გარდა, რაც წავიღებთ გზაში საჭმელად, რომ ენერგია გქონდეს.
კაი, ეხლა გადავიდეთ უკვე ნუტრიციის ნაწილზე და რას მივირთმევთ თვითონ გარბენის განმავლობაში. ქარია ეს ყველაფერი წარმოდგენილი. პირველ რიგში მთავარი საკვები იქნება ესეთი ნაზავი ამ ორი ნივთიერების. რეალურად რა სარბენგიელებიც არის ბაზარზე, ყველაფერი ამ ორი ნივთიერებისგან მზადდება და ზედმეტი თანხა ვერ გადამეხადა პირდაპირ ეს ნივთიერებები ვიყიდე და მე თვითონ ვამზადებ უკვე. ერთი ინგრედიენტი არის მალტოდექსტრინი, რომელიც სახამებელია და მეორე არის ფრუქტოზა. ამის ნაერთია ყველაფერი. ჩემი გეგმა არის, რომ საათში მივიღო 90 გრამი ნახშირწყალი და ზუსტად ამაში მეხმარება, რომ კარგად წინასწარ გავზომავ ავწონი და დავახარისხებ აი ესეთ ლურჯ პატარა ფლასკებში. ეს არის 250 მლ-იანი. სწორად რო გავთვალე, გამოვიდა რომ დაახლოებით 120 გრამი ნახშირწყალი უნდა ჩავატიო ასეთ 250-იანში, რომ მეყოს თლიანი გარბენის განმავლობაში. ფორმულა მარტივი არის, რამდენიც გინდათ რო ვთქვათ იყოს ერთ ფლასკში, მაგალითად 120 გრამი, იმას გავყოფთ ამ შემთხვევაში 1.8-ზე, ეგ რამდენიც იქნება მალტოდექსტრინი, დანარჩენი იქნება ფრუქტოზა. შედარებით მეტი მალტოდექსტრინი იქნება, დანარჩენი ფრუქტოზა. არა, გაყოფის მერე რაც მიიღება ის იქნება ფრუქტოზა და ეს იქნება და მეორე იქნება მალტოდექსტრინი. და ამით შევსებ ნახშირწყალს. ასევე ამაში დავამატებ მარილს, ნატრიუმის მისაღებად და ცოტა ლიომჟავას მჟავე გემო რომ მივცე და საბოლოოდ გამოდის მოტკბო, მომლაშო, მომჟაო სიროფის სახე აქვს და ძალიან სასიამოვნო დასავლევია. რომელიმე კომპონენტი რომ ამოვაკლო, უკვე ცოტა ისეთი გამოდის არასასიამოვნო დასავლევი და ეს სამივე ერთად ძალიან კარგ დასავლევს ხდის. ამ ყველაფერს მოკლედ ამ ძალიან კარგი ფლასკები არის, ეს გირჩევთ, ვისაც გინდათ რომ თქვენით დაამზადოთ ან თუნდაც რაღაც მსგავსი გააკეთოთ. 250-იანია, აქვს გახსნის და დაკეტვის ფუნქციონალი, რომ დაკეტავ არაფერი არ გადმოვა. თუ ესეთი ფლასკებს ხმარობთ წყლისთვის, დიდებს იცით, რომ ოდნავ რაღაც ცუდად მოხდეს აქ ამ თავზე, ეგრევე ისხება ხოლმე წყალი და ეს ძალიან კომფორტულია. ამის გარდა ვაპირებ, რომ გამოვიყენოთ Tailwind-ი შესანაცვლებლად. დაახლოებით ნახევარი, რასაც მივიღებ Tailwind-ი, ნახევარი იქნება ეს სიროფი. შარშან ესეთი რამე არ ქონდა Tailwind-ს, მაგრამ წელს გამოუშვეს 90 გრამიანი ესეთი პაკეტები. და რადგან 90 გრამისეც უკვე ის რიცხვი არის მიღებაც მინდა საათის განმავლობაში, დაახლოებით ყოველ სადგურზე ერთ Tailwind-ს გავაზავებ ხოლმე წყალში და შემდეგ სადგურამდე იმას დავვლებ. ორი გემოთი აქვს ჯერჯერობით გამოშვებული, ლიმონათი და ჯინჯერი და ლაიმი. ძალიან კომფორტული იქნება ამის გამოყენება. Tailwind დაცდილი მაქვს წინა ბესტიაზე, სწორედ Tailwind-მა გადამარჩინა, რომ საერთოდ ენერგია არ გამიქრა, იმიტომ რომ სხვა რაღაცეებს გელებს ვეღარ ვსვავდი უკვე. ამის გარდა, ну, რა თქმა უნდა, თუ ძალიან ცხელი დღე იყო, მივახმარ ამ მარილის კაფსულებს. Tailwind-საც აქვს ნატრიუმი დამატებული და ნუ მეც ვამატებ ხოლმე, რა თქმა უნდა, ნატრიუმს, მაგრამ ისეთ საშუალო დონეზე, თუ ძალიან ცხელი დღე იყო და ნახე რომ ზედმეტად ბევრი ოფსური, ამ დროს დავამატებ ესეთ კაფსულებს. და ნუ ცოტა კოფეინი, თუ დახმარება დამჭირდა. თავიდან კოფეინით არ დავიწყებ, იმიტომ რომ შარშან მე მგონია რომ კოფეინით დავიწყე და ამ აღმართზე როცა ავედი 3000 მეტრზე და პლუსზე ცოტა გული მიჭერდასავით და შეიძლება კოფეინის თემაც იყო და არც არის საჭირო ახლა დასაწყისში ეგრევე კოფეინის დალევა. უფრო მოსაღამოვდება, მე მივიღებ ამ კაფსულას. თუ ვიგრძენი რომ მჭირდება გამოფხიზლება. და ასევე ესეთი საინტერესო პროდუქტი არსებობს, ეგზოგენური კეტონები ქვია, დასალევია. ესეც არის ალტერნატიული წყარო ენერგიის, არის წყარო ნახშირწყლის და არის ასევე კეტონის წყაროც. ეგრევე ენერგიას ვერ იგზნობ ამის დალევის მერე, მაგრამ უფრო მუღამი აქვს, რომ თანაბარი ენერგია არის, კუძზე ცუდად არ მოქმედებს და უფრო ფხიზლად ხარ გონებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც უფრო დრო მიდის და თქვა 15 საათს ხდება გარბენი. კეტონი ესე გამოიყურება. შოთის ვიზუალი აქვს და ძალიან ცუდი გემო აქვს. მაგრამ ეგ გემოც გაფხიზლებს მე მგონი. ეს ანუ არც შაქარს შეიცავს, არც კოფეინს შეიცავს და არც ნახშირწყალს, რა თქმა უნდა, სუფთა კეტონია. დარჩენილია მხოლოდ წყლის ნაწილი,
ესეთ ფლასკებს გამოვიყენებ სტანდარტულს. ესეთ ორი მექნება წყლისთვის, რომელშიც ერთში წყალი მექნება, მეორეში მექნება ყოველთვის გაზოვებული tailwind-ი. და ასევე წავიღებ წყლის ფილტრს და დამატებით მესამე ფლასკს. იმედია არ დამჭირდება, შარშან თუ არსები არ დამჭირვებია, მაგრამ მაინც წავიღებ ეს ფილტრი. ნაცადი მაქვს და ძალიან კარგად მუშაობს. და ვნახოთ, არაფერი დიდი წონა არ აქვს ამ სწავლებას და შეიძლება ძალიან გამოგადგეს. შარშან ორი მონაკვეთი იყო 16 კილომეტრიანი, სადაც არ იყო წყალი და სადგური, მაგრამ ამ ორივე მონაკვეთზე ვნახე წყარო და არ დამჭირვებია, მაგრამ წელს არ ვიცი, შეიძლება სხვანაირად იყოს სიტუაცია. ამიტომ მაინც წავიღებ. შეიძლება მომინდეს მეტი წყლის წარევა. ეს არის და ეს ჩვენი ნუტრიციის და საკვების თემა მესტია ულტრაზე. გამარჯობა, მეც გამოჩნდები ვიდეოში. მე ცოტა აღჭურვილობა მაქვს, ამიტომ უცებ არ მოგაწყვეტთ თავს და ჩემს აღჭურვილობასაც გაჩვენებთ 46 კილომეტრის გარბენისთვის. ჩვენ ესეთი აუცილებელი ინვენტარი, რაც გვაქვს იმეებსაც გეტყვით და მე რაც მიმაქვს დამატებით და რა უნდა შევჭამო, ამასაც გეტყვით. მოკლედ, პირველ რიგში მინდა ჩემი ვესტით დავიწყო. ძალიან მიყვარს ეს არის limited edition იყო ეს North Face-ის ესეთი პრინტით ვესტი და არის XS ზომა და მე small-ი მაქვს წესით და ეს ცოტა პატარა არის, მაგრამ 46 კილომეტრისთვის რაც მაქვს ჩასადები ეტევა. მოკლედ, ესეთი სილამაზე ვესტი მაქვს. ამ ვესტში ჩავიდებ სავალდებულო ინვენტარს. ეს არის ხელთათმანები, წყალი, კეპი, მაგრამ ეს კეპს დავიხურებ, კეპს და არ ჩავიდებ და რაც მაქვს ჩასადები არის ქართულად ქვია თერმული საბანი, ხო? Emergency blanket-ი, თერმული საბანი. სხვა ესეთი აღჭურვილობა ჩვენ სავალდებულო არ გვაქვს, მაგრამ აქ მომიწევს ჩავიდო tailwind-ები. ამას ცოტა ხანში გეტყვით ზუსტად მე როგორი მიმაქვს. ასევე ვიკეთებ აღჭურვილობაზე რომ გადავიდეთ ესეთ ხელთათმანებს თუ ხელთათმანი არ ქვია ამას უბრალოდ სამხრე, არ ვიცი რა ქვია. სამკლავური. ესეთი არის, რომ არ დავიწვა ზისგან, ესე უნდა გაიკეთო. თუ დამცხება შეიძლება ესე გამოვიწერა და ოფლის მოსაწმინდადაც კი გამოიყენო ეს. ამას ვიკეთებ. ჩვეულებრივ სტანდარტულ შორტს ვიცვამ. ჯეორანერების ზედას. ესე. და აუცილებელი ასევე ინვენტარი გვაქვს ჩვენ საწვიმარი. და ეს საწვიმარი ფათაშორის არის ჰოკასი და მაქვს დაახლოებით 3 წელია და ძალიან ბევრი იმას გაუძლო წვიმას, მოცარცეც ამით ვირბინე და სულ წვიმდა 16 საათი. და ეს მეცვა და გაუძლო ისე რომ საერთოდ არ შესულა ერთ-ერთი მკლავებზე ოდნავ შევიდა წყალი. ამიტომ რაღაც ჩემი საუკეთესო მეგობარი არის ეს, რომელსაც აუცილებლად წავიღებ და ასევე ეხლა აქ ჯოხები არ მაქვს, მაგრამ გუგა რო ლაპარაკობს იქ არის ლეკის ჯოხები და ის ლეკის ჯოხები მიმაქვს მე, რომელსაც მოყვება ასეთი ხელთათმანი, რომ აქ ჩამოიცვა ხელთათმანზე ჯოხი და უფრო მარტივად ივლი. ასევე მიმაქვს კამარი სალომონის და აქ ჩავიდებ ალბათ წინ ტელეფონს და უკან აქვს გასაკეთებელი ჯოხების, როგორც გუგამ თქვა, ისე ვიმაგრებ მეც უკან ჯოხებს. მიმაქვს 1 ლიტრი წყალი ფლასკებით. მაგრამ ესე ვაპირებ, რომ ერთში მესხას წყალი, ჩვეულებრივი და მეორეში 1 ცალი tailwind-ი. სულ მიმაქვს 2, 4, 6 tailwind-ი მიმაქვს. აქედან 2 არის კოფეინიანი, რომელიც შეიცავს 70 გრამ კოფეინს. ერთი მიმაქვს ბოდიში. უკვე ლაგოდეხში ერთი დავხარჯე 70 გრამიანი კოფეინი და ეხლა ერთი კოფეინი მიმაქვს. ამებს ყოველ სტეიშენზე ალბათ ერთში ისევ წყალს ავავსებ და მეორეში tailwind-ს გავიკეთებ, სხვადასხვა გემოებით არის და მე ძალიან მომწონს ამის გემოები და დატესტილი მაქვს მეც მოცარტზე ეს ყველა გემო თითქმის. და ხო, სულ ეს არის. ჩემი
აღჭურვილობა არის ეს, უფრო მსუბუქად ვიქნები ვიდრე გუგა და ასევე წავიღებ მარილების ტაბლეტებს და იმებს ალბათ მივიღებ ნახევარ საათში ერთხელ, თუ ძალიან ეცხება, თუ არა და ალბათ 1 საათში ერთხელ. სულ ეს არის და შევხვდებით უკვე გარბენის ვიდეოზე. ყველაზე მთავარი გამორჩა ვიდეოში და დავამატეთ ფეხსაცმელი რითი დავბივარ. ეს არის Speed Goat შუდები და ამით ვიბეთ უკვე ნახეთ რა დღეში არის, მაგრამ სულ რაღაც 2 ტრეილი აქვს ნარბენი და მოკლედ ამის იმედი მაქვს.